ბოლო სეზონი კრისტალბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტში დადებული ფსონებით და მოიგე 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალბეტი, მუდამ ნომერი პირველი. გამარჯობა ყველას, პარასკევია დღეს და გამარჯობა. 20 საათსა და 20 წუთზე უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით ეთერშია კრისტალბეტის გათამაშება ბოლო სეზონი მე-9 ეპიზოდი. არ მოკლათ რამაზი. მე ესე დავარქველი. არ მოკლავენ, დარწმუნებული ვარ, რომ აბა ძალიან იცი ხე არა. დარწმუნებული ხარ. იმედი მაქვს. არ ვიცი ჯერ როგორ მოხდა, მაგრამ დღევანდელ გათამაშებას შეიძლება დავარქვათ არ მოკლა რამაზი. კი ბატონო, დავარქვათ ეგრე. და დღეს რას ვათამაშებთ? დღეს როგორ ავსვათავთ საიდან ტრადიციულად. დავიწყოთ? მოკლედ 10 ავტომობილი და ფულადი პრიზები თამაშდება. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ბილეთების დაგროვება შეგიძლიათ სპორტზე დადებულ ყოველ 5 ლარზე მიიღებთ 1 ბილეთს და ჩარიცხულ 20 ლარზე მიიღებთ 1 ბილეთს. დღეს ვათამაშებთ 5, 10 და Land Rover Defender. ანუ უბრალოდ Black Defender-ი, color. როგორც მე ვეძახი. ჯობია, ჯობია რა ჯობია, Defender-ი ხემა თქვა და იყო, სრული ხო, სახელი ჯობია, შეცდობით ჯობია. არ თქვა. დავიწყე. სხვა შორის ეს მომწონს, კარგად გამოიყურება ძალიან. ეს რომელი არ ყველაზე მოგწონდა ერთი? ეს ყველაზე მეტად მომწონს, რაც აქ მდგარა მათ შორის ბოლო ამ გათამაშებებში. გემოვნებაზე არ დაობენ, ხო, არის. ნუ ეს გემოვნების საკითხია ნამდვილად. ბილეთები ვინც დააგროვეთ, როგორც ხედავთ, საერთოდ. Toyota Land Cruiser Prius-ი არ მოგწონდა? აი, ხო, ნუ კიდევ ერთხელ გამიხსენეს ცოდვა, როდესაც Toyota Land Cruiser Prius-ი ვთქვი. მიდი. და ეს ცოდვა ჩემი ცოდვების არც ისე მოკლე, თუმცა არც ისე გრძელ სიაში ჩაეწერება, როგორც ხვდები და ხშირად გამიხსენებენ ხოლმე ამას. აქვე უნდა ვთქვათ, რომ გრძელდება აქცია მრავალ ახალ მანქანას, რომელშიც შეგიძლიათ მოიგოთ 3 ცალი Porsche. როგორ არის, რა ქვია მაგ Porsche-ს დიმიტრი? ბატონო. Porsche ზუსტად. კაიენი. აჰა, კაი ბატონო. და 2 ცალი Porsche Boxster-ი, ასე რომ ესეთი აქცია არის ასევე მრავალ ახალ მანქანას და სანამ ბატონი დიმიტრი ამოიღებს ნომერს, ბატონი დიმიტრის მოცემე შენ რა. დღეს გავათამაშებთ 5000 ლარს, 10000 ლარს და Defenders, როგორც მე ვეძახი, ზედმეტი წვალების გარეშე. აბა ვნახოთ პირველი, ვისი ნომერი ამოვა. ბატონ დიმიტრის მოცემა. ბატონო დიმიტრი. პირველი ბატონ დიმიტრი დამიძახა ერთხელ გოგონს ყავს ვიღებდი და ბატონს ეს აქ აღებულია და იმ გოგოს მე ეჯე შეხედა. როგორ თქვა? როგორ თქვი? მოდი. აბა ვნახოთ ვისი ნომერი ამოვა. ახლა ვის თან ვისი არ ვიცი, მაგრამ რა ნომერი ამოვა, ეგე კი ვნახე. 5000 ლარს. აბა 5 1 4 2 1 8 თუ ხანდახან ის თუ დასაკრებია ხოლმე აცაბაცა არის რა. ვიტყვი რომ ბოლო 3 ნომერი არ მოკლათ რამაზი. არ დავასახელეთ. ბატონ დავით ჩემი ბატონისება დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობა შეაყვარა ხალხს კიდევ ერთხელ თავის სხვა ამპლუაში და ძალიან მაგარია რა. აჰა. გამარჯობა. რა გამარჯობა კაცო. ვიღაცამ რაღაცა ილაპარაკა და. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. გესმით ჩვენი? რა საკაკუნებია ჩაკუჩია? გვიპასუხა, ხო გვიპასუხა. არ ვიცი, რა ვიცი, გასულია ზარი. გესმით ჩვენი ხმა? არ გველაპარაკო, გაუმარჯოს, როგორ ახართ? გაუმარჯოს. როგორ ბრძანდებით, როგორ? გითხოვთ დიმა. ნუ. თქვენ როგორ ახართ? კარგად, კრისტალბეტის გათამაშებიდან გირეკავთ. მე ვარ დიმიტრი ობოლაძე და ჩემს გვერდით არის. გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს. თქვენ სახელი მითხარი და დიდხანს არ დაგაყოვნებ. სახელი სულო. სულო. გენაცვალე, მოკლედ და უცებ გეტყვი. გადმოგეცემა მოიგე 5000 ლარი ძმაო. კრისტალბეტისგან საჩუქრად გილოცავ. გაიხარე, დიდი მადლობა, რა მოდაიხარ. ბრავო, ეს ასევე დამდეგს გილოცავ. აბა ჰე, დროებით, კარგად. ბედნიერად. პირველი 5000 ლარი ესე მარტივად მარი რომ აგიხდება. მარტივად გავათამაშეთ. მეგონი ეძინა და გავაღვიძეთ რა. და ახლა ჯერია ეს გამაგვიძეთ ხოლმე ყოველ დღე 5000 ლარი. 10000 ლარი. დიახ. სწორედ აღნიშნეთ.
როგორც ხედავთ, პირველი გამარჯვებული უკვე გვყავს. მე შენ მაგედან მე არ მესმის. მესამეზე მე ჩვენს მაყურებელს ვესაუბრები ამ ეტაპზე, თუ რამე ბატონო დიმიტრიტი ბამ, მოგმართა. მოკლა. ისე რატო არ გეკუთვნით? დღეს ბატონი დიმიტრი აიჩერა. აი მე ბატონობა გადავარდა. მე რო სკოლაში მივდიოდი ხოლმე დილას ტელევიზორი რო იყო ჩართული და ფაფას რო მივირთმევდი, აი მაშინ უყურებდი ბატონ დიმიტრის როგორ მიყავდა. და მე ვიყავი, ხო? ასე რომ ეხა აი და ჩემ რეპორტაჟზე იძინებდი, ხო? დედის იავნანასავით. ბაბუაჩემი რო უყურებდა ხოლმე ფეხბურთს, მესმოდა ეს ხმა მუდმივად ეს FIFA-ს ჰიმნი და ჩემპიონთა ლიგა, ხო? და რას ამბობდა ბაბუაჩემი ჩემ რეპორტაჟებზე? არ მახსოვს სიმართლე, იმიტომ რომ მე მეძინა. მოიტყვე, ხი რო კარგს ამბობდა, არა, როგორ? ესე არ უთქვია არაფერი და არც ცუდი არ უთქვამს, არც კარგი, არ მახსოვს რას ლაპარაკობდა ფეხბურთზე. და გავიდა ხანი და არ შენი. მობისმენია, მაგრამ უყურებდა აქტიურად ხოლმე. გავიდა ხანი და მისი შვილიშვილი, გახდა ხანი, რომელსაც ეძინა მაგ დროს, ბატონ დიმიტრისთან ერთად მოხდა მე ტელევიზორში. იცი რას მაყურებდნენ ხოლმე, აი ხო გვიანი წყებოდა და ჰიმნებზე რო გამოდიოდნენ, მაგას უყურებდი და მე ეგრევე უწვევდი, ვიძინებდი. თავარი მომენტია. თავარი ეგ არის, მარიამ, ჰიმნებზე რო გამორე, თორე მე რა ხდება იქ. ის აინტერესებს კაცი. წავიდა. 5 7 9 5 5 5 არის კონტაქტი. მიდი ეხა. ხო, აი 10000 ლარი, აი საახალწლოდ ძალიან კაი კუჩია. გადაკეცეთ ჩაი და წადი. გაერთე დაიცვენე რაღაცა. აქცია მრავალ ახალ მანქანას გრძელდება, როგორც იცით, 3 Porsche Cayman და 2 Porsche Boxster-ი. გამარჯობა. გაუმარჯოს. ისმენთ. როგორ ბრძანდებით? როგორ პირველ რიგში? კარგად. რა განწყობაა საახალწლოდ ეხლა ახლოვდება უკვე ხო ხართ ჯანზე და ხო ხართ რაღაცა კარგის მოლა. ბატონი დიმიტრი ოპოლაძე გირეკავთ კრისტალბეთის გათამაშებიდან. მე მარიამ სანოგო ვარ. გამარჯობა. კრისტალბეთის გათამაშება მე-9 ეპიზოდია ბოლო სეზონის სერიალს ალბათ უყურეთ და თქვენი სახელი გითხარით? ბატონო, სახელი თქვენი, სახელი. გელა. გელა? დიახ. როგორ ახართ გელა? კარგად, მადლობა. გილოცავ თქვენ ცდამდეთ. მადლობა დიდი ასევე. გათამაშების შესახებ იცი? ჩემ მეგობარს ქვია გელა და მე მაქვს ხოლმე ესეთი მისალმება, მივესალმები ყველას განსაკუთრებით გელას და ეხა აქტუალურია. ძალიან კარგი. სად იმყოფებით თქვენ? თბილისში ხართ, სხვა ქალაქში ხართ, სახლში ხართ? თბილისში ვარ. სახლში ხართ? არა, სახლში არ ვარ, სამხატვრო. არა, მეგობრები არიან თანამშრომლები გარშემო. არა, არ არიან. კარგია. წყნარა და მშვიდად გეტყვი მაშინ. რომ გელა შენ მოიგე 10000 ლარი სამსახურში მშვიდად წყნარა. გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. აი ხა საწოლოდი რო გადაივლის მე წახვალ სახში და აღნიშნო. მოკლედ გილოცავ და კარგად გამოიყენებ, დაწუნებული ვარ მაგ 10000 ლარს, ეხა ახალი წელი მოდის და ბევრ ადამიანს გაახარებს. თქვენთან ერთად აღნიშნე. აბა წარყო. თქვენთან ერთად აღნიშნო. ხო, აბა რა არ არის პრობლემა. გილოცავთ, მოკლედ დროები დაგეცნობები და ბრალოს დაეწარე დამდეგ ახალ წელს გილოცავთ. კარგად. ბედნიერად. კარგად. ნახო. გელაც გავახარეთ 10000 ლარი. გელია, მელი და მგელი, მელა და მგელა. როგორც ხედავთ, ბატონი დიმიტრი მიიწევს დოლურისკენ, რათა მან დაატრიალოს დოლურად და უნდა მოვიღოთ ნომერი. და შენი ნომერი. ნომერი. ისე დაიწყო ნომერი, უთომ გაეგზელებია. ნომრის მეპატრონე, რომელიც გვიპასუხებს აუცილებლად ტელეფონზე, მოიგებს უკვე Defenders. რა Defender-ია? რა ბძენეთ? რა ქვია Defenders? ვაიმე, მაგრამ დაგვრიდო. არ მესმის. Defender-ი კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა დიდი. აბა ეხა ის მნიშვნელოვანი მომენტია. Defender Land Rover-ი. Land Rover. პირიქით, ხო? ისე? ახლა ხედავ შეგისწორე უკვე. სოდია, Land Rover Defender. ჩამოეძეს? ცოტა ხანში უკვე სპორტზეც რაღაცა რჩევებს. დავაცადოთ ბიჭს ნერვიულობს. კაჩელა. თან ახლა ძალიან მნიშვნელოვანი. შედრკა. მომენტია ნამდვილად. როგორც ხედავთ ის ყრის ბილეთებს, კიდე დაგაკომენტარო, როგორც აკომენტარებ ხოლმე სხვების თამაშებს.
აჰა. პირდაპირ ტრანსლაცია სტუდიიდან, სადაც ბატონმა დიმიტრემ როგორც ხედავთ, ახლა ჩაყარა ბილეთები, ის ურევს. ის ურევს ბილეთებს და ახლა მოიღო ერთი ნომერი, დახურა კარები და მოემართება. შენ ეს ბილეთებს რო გაასწორე, გეგონა რა მეწყინებოდა თუ რა? ვინ არ ურევს, ჩემო მარიანო, ყველა ურევს. აბა, კულმინაცია ჩვენი დღევანდელი მე-9 გათამაშების. 5 9 8 4 0 2 აბა მიდი. იქ არის. აბა დეფენდერი. მივესალმები ყველას, განსაკუთრებით გელას. Land Rover Defender-ი. დეფენდერი. Land Rover-ი, შენ თქვი დეფენდერს მე ვიტყვი. მინდა რომ გავხოთ. მე არ ვატარებ მანქანას. ხო, მაგეთ რაც გინდა რომ იცოდე ეხლა რა მნიშვნელობა, ხო მოგწონს? არა, ეს კარგი ბატონო. ფერი ძალიან მაგარია, კომბინირებულია. რა მომწონს, აი ზევიდან აი ეს დეტალები მომეწო და მე აშკარად ეხა ვხვდები. ეგ არის ფეხი რო არ დაგიცურდეს. ხო და ეს სამთო იმისთვის არის. ხო, თხილამურის. მანქანა რო რაღაცა მგონია რომ ფეხი არ დაგი რა გინდა ეს მანქანა. რატო რა? გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ? გამარჯობა. კარგად, თავს. მეც კარგად. რა ხდება? ყველაფერი კარგად არის აქეთ, იქეთ. კი, გვიცანი? ვერა. დიმიტრი ობოლაძე და მარია სანაგო კრისტალ ბეტის გათამაშება ბოლო სეზონი დღეს არის მე-9 ამ წლის ბოლოს წინა გათამაშება. ბავშვის ხმა მესმოდა, ბავშვის ხმა. დირეკავთ, კარგი ამბით დირეკავთ. ბავშვის ხმა მესმოდა, სახში ხართ ხო ალბათ? არა. აბა, სათხარ. აი არა უშავს კაცს. ხო არ გვეტყვი თუ საიდუმლო არ არის სათხარ. ბავშვი აშკარად ბავშვთან ერთად არის. სახელი რა ქვიათ? მალხაზი. მალხაზი. კარგად არის მოკლედ საქმე. ახლა ჩვენ დაგირეკეთ. აჰა. რა თამაშდება იცით? ნუ არ უყურებ ახლა. არა, უყურებ არც არის. მე მომწონს ხოლმე რომ არ უყურებენ. იმიტომ რომ დიალოგში შევდივარ. ბავშვს რა ქვია? შეიძლება ქალის ხმა არის და არ არის ბავშვი. ჩემთან არ არის ნახდა. რაღაც ხმებია, აი არ არის. შენ მარტო ხარ თუ მეგობრებთან ერთად თუ ოჯახის წევრები ვისთან ერთად? მარტო. მარტო ხარ? სადა ქუჩაში ხარ? ქუჩაში? დიახ. ცივა? დიახ. მე წაძეკი მანქანაში და წადი. ვაი. რაო? ვაი თქვი? ყავს მანქანით ხარ? არა. არა, ყავს გასო? მართვის მოწყობა გააქვთ? მანქანა არა ყავს. მანქანა არა ყავს, მართვის მოწყობა აქვს. არა. ნახე როგორ არ არის ორი პასუხი. არ არის ორი პასუხი. მალხაზ მანქანა ყავს? არა, კი უნდა გვითხრა. მალხაზ შენ ყავს Land Rover Defender-ი. აი ამ წელს გადმოგეცათ. მალხაზ, გილოცავ. მალხაზ, გილოცავ, ძმაო. მადლობა. დამდეგს გილოცავ. არ ვიცი როგორი წელი ქონდა, მაგრამ 2026 ესეთივე იღბლიანი ქონოდეს როგორი დღეს ქონდა, ძმაო. ბრავალ. აბა ჰო, ბედნიერა. მადლობა დანდი. შოქშია. მალხაზი შოქშია. მალხაზი მარტო ქუჩაში დგას და მან ავტომობილი მოიგო. დაგვეყარა. აბა ჰო და ჩვენ მომავალ პარასკევს კიდევ ერთხელ ამ წელს უკვე ბოლოს შევხვდებით ერთმანეთს და მე რა იქნება ყველა ერთად. კიდე გავათამაშებთ. გემშვიდობებით ერთი კვირი ზუსტად. კარგად, დაართხე. კარგად. ბოლო სეზონი კრისტალ ბეტზე. დააგროვე გათამაშების ბილეთები დეპოზიტით და სპორტში დადებული ფსონებით და მოიგე 10 ავტომობილიდან ერთ-ერთი. კრისტალ ბეტი, მუდამ ნომერი პირველი.